მეშვიდე და მეშვიდე A მიკრორაიონის მოსახლეობას მეორე დღეა ბუნებრივი აირი არ მიეწოდება. ადგილობრივებს გაზის მიწოდება ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე შეუწყდათ. როგორც ოკარ ჯორჯია გაზი კახეთის ოფისში აცხადებენ, გაზმომარაგების შეწყვეტის მიზეზი მილების დაზიანება გახდა. აღსანიშნავია ისიც, რომ გაზგაყვანილობა, რომლითაც მიკრორაიონი ბუნებრივი აირით მარაგდება, უსაფრთხოების ნორმების დარღვევით არის დამონტაჟებული. რუსთავის 2 მიკრორაიონის მოსახლეობა ბუნებრივი აირის გარეშე დარჩა. ადგილობრივი მაცხოვრებლები ამბობენ, რომ გაზის გათიშვის შესახებ ინფორმაცია არავის გაუვრცელებია. რამდენიმე საათის განმავლობაში მოსახლეობა მიზეზის დადგენას ცდილობდა. ტერიტორიაზე მაცხოვრებლების გარდა პრობლემები კომერციულ ობიექტების მეპატრონეებსაც შეექმნათ. რამდენიმე მათგანი დღეს საერთოდ არ გახსნილა. მცირე მეწარმეებს ფინანსური ზარალი მიადგა. თუმცა ზარალზე მეტად მეშვიდე მიკრორაიონში მაცხოვრებლებს ის ფაქტი აწუხებთ, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში მათი სიცოცხლე საფრთხის ქვეშ იყო. უნდა მეთო და არაინთო გაზი და არც გაუფრთხილებიათ, არაფერი უთქვიათ და თავისით არ უნდა გაიფრთხილებინათ ხალხი, თავისით რაც გამურთეს. ქვაბი მედგა და მივედი აღარ დუხს, მეთქი რა დაემართა, გავსინჯე და ისევ ის არის გამორთული და აღარ მოეკიდა. მოდიან ფულს ხოვლობენ, ფული უნდა მომცეო, რომ გავაკეთეო. ხო, არც აქცევენ ყურადღებას წესიართ, არც კი ამოწმებს იმას, ეპარება თუ არა სადმე გაზი. ზუსტად რა დროის განმავლობაში იყო გაზსადენი დაზიანებული სოკარ ჯორჯია გაზში არ ამბობენ. ტექნიკური სამსახურის წარმომადგენლის თქმით, მოსახლეობის ინფორმირება მომხდარი ავტოავარიის გამო ვერ შეძლეს. როგორც საავარიო საექსპლუატაციო სამსახურის უფროსი გიორგი ქოიავა ქრონიკასთან საუბარში აცხადებს, ავტომანქანა საშუალო წნევის გაზსადეს დაეჯახა. თუმცა რა დროს დაფიქსირდა დაზიანება და რა დრო დასჭირდა შესაბამის სამსახურს ადგილზე მისასვლელად, გიორგი ქოიავას არ განუმარტებია. შესაბამისად, გაურკვეველი რჩება რა დროის განმავლობაში იყო მოსახლეობის დაახლოებით 100-მდე აბონენტის სიცოცხლე საფრთხის წინაშე. მოსახლეობა თუ იყო მის შესახებ გაფრთხილებული, რომ გაზი იშებოდა? არა, ის ავარია მოხდა, ავტომობილი დაეჯახა, იმას და ვერანაირად ვერ მოხდებოდა, ეს ისე მოულოდნელად და ესეთი ის იყო. ანუ დილით მაინც თუ იქნა მოსახლეობა გაფრთხილებული მის შესახებ, რატო გამოირჩეოდა და როდის იქნება შემდგომ აქტივობა? მოსახლეობა გაფრთხილებული იყო, რომ ავარიის შედეგად მეშვიდე მიკრორაიონში გამოივიდა გაზმომარაგება და დილიდან უკვე ჩვენ დავიწყეთ მუშაობა. გუშინ საღამოს დაეტაკა და გააფიჭა რა, გამოვიდი, გადავკეთე და დილას გამოვიდი, დილადიან დავიწყეთ გაკეთე. და როდის აღდება გაზის მიწოდება? საღამომდე აუცილებლად იქნება. მოსახლეობა თუ იქნა გაფრთხილებული, რომ გაზის შეწყვეტა? ვინ გააფრთხილებდა ჩვენ მოსახლეობას? 2015 წლის განმავლობაში გაზის გათიშვის შემთხვევა უკვე რამდენჯერმე დაფიქსირდა. ეს სტატისტიკური მონაცემების სოკარ გაზის რუსთავის წარმომადგენლობამ გაავრცელა. რატომ არ დადგა დღის წესრიგში გაზსადენების საკითხი, რომელიც ფაქტობრივად ცენტრალურ და შიდა გზებზეა დამონტაჟებული და მოსახლეობის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის უცნობია. მით უფრო რომ რუსთავში მსგავსი შემთხვევები საკმაოდ ხშირია, რადგან ასე გაყვანილ გაზსადენს ქალაქის ყველა ქუჩასა და უბანში შევხვდებით.